ასეთი ხმაური ყვიფიში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტების განსაზღვრამ გამოიწვია. რაში უნდა დაიხარჯოს სოფლისთვის გამოყოფილი 95,000 ლარი. მოსახლეობა სოფლის საჭიროებებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განიხილავდა. არის არგუმენტები, არის კამათი მოსახლეობის შორისაც და საბოლოოდ მე იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ მთავარია ტექნიკურ გადაწყვეტილებებში შეშველება იყოს, რომ არ კონდეთ მოსაზრება მცდარი, ანუ პროექტში როცა თანხა იხარჯება, მაქსიმალურად უნდა იყოს ეფექტურად გაწერილი ეს თანხა. იმის გამო, რომ სოფელს ბევრი პრობლემა აქვს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაც რთულდება. სოფელში მცხოვრები 540 ოჯახიდან შეხვედრას მხოლოდ 20-მდე ადამიანი ესწრება. თემის რწმუნებული აცხადებს, რომ ადგილობრივები ინფორმირებულები იყვნენ. ძალიან ცოტა ესწრებოდა, იმიტომ რომ თანხა არის ძალიან ცოტა. პრობლემები არის ძალიან ბევრი. აქედან გამომდინარე, აი ხალხს თითქოს იმედიც აღარ აქვს, რა ახლა ვაფრთხილებთ რა, მაგრამ საბოლოოდ სოფელი ერთ პრიორიტეტზე შეთანხმდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხებით სასაფლაო შემოღობა იგეგმება. განიხილეს კრებამ, რომ გაკეთდეს სასაფლაო უნდა შემოიღოს პირველ რიგში. ნუ ქაოსი არის და ყოველთვის იქნება, რა თქმა უნდა. ყველას უნდა რომ თავისუფალი ლამაზი იყოს და კარგი იყოს, მაგრამ სოფელს ბევრი პრობლემები აქვს, მაგრამ ძირითადად სასაფლაო შემოღობა იყო და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყებთ შემოღობას ძირითადად. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ქვეყანაში მე-6 წელია ხორციელდება. აღნიშნული პროგრამისთვის სახელმწიფომ წელს 50 მილიონი ლარი გამოყო.